ბიჭო, მიდი ცენტრში და ცენტრში იყიდე, სადაც ცენს პატრონი ყავს, ხო? რამდენი ასობით მანქანაა გაჭირებული დღეს საქართველოში. იმიტომ რომ ქუჩა-ქუჩა რო იყიდეს. მე კიდე გავთხილებ და გთხოვთ, ჩვენ კონტროლზე ყავს აყვანილი ეს ელექტრომობილები. ჩვენ გვინდა რომ ელექტრომობილები განვითარდეს, იმიტომ კი არა რომ მარტო ფული შოვნა კი არ არის, არა, ეკოლოგიას უნდა მივაწვეთ და აი ეკოლოგიურ ფერებით დავდივარ, ხო? ესე ხო არის? და ეს ავტომობილები შენ უნდა გაყიდო ხვალიდან უკვე ამ ფასებში, ხოლო აი ამ ადამიანებს შეხედეთ, ეს ადამიანები არიან ჩინეთიდან. Nihao. How are you? I'm Good. fine. Everything good? Good. აი ეს ადამიანები არიან ჩინელები, სპეციალისტები და ყველა ავტომობილს, რომელიც ჩვენთან გაიყიდება, გაყიდვამდე უკეთებენ განახლებას. ამის უმისოდ არ შეიძლება ავტომობილი გაიყიდოს. აი რომ ყიდულობთ და მიყავ და ეგერ წითელიანთო, აგერ ყვითელიანთო და როვერსად ვერ გიქრობენ. აი ეს თავიდან უნდა იყოს დაპროგრამებული. ყველაფერს დრო ჭირდება. მე გითხარით რომ არ იყიდოთ ავტომობილები ელექტრო, იმიტომ რომ პრობლემებია. აი ახლა უკვე იყიდეთ ავტომობილები, იმიტომ რომ არ მეშინია. გვაქვს აგერ დიაგნოსტიკა და მყავს აგერ სპეციალისტები. თუ ისეთი რამე იქნება, კეთი რომ ვერ გავაკეთეთ, მაგალითს ვამბობთ, ხო? კიდევ დამატებით ჩინეთიდან შემოვიყვანთ სპეციალისტებს. აი ჯეტური სპეციალისტები, აი ექსიდის სპეციალისტები, აი ჩერის სპეციალისტები. აი ესაა კომპანია. იზია შენ გუშინ სუპერმარკეტში მუშაობდი და დღეს მანქანების ბიზნესით გინდა რაღაცა გააკეთო, ესე არ გამოდის. და მე ხალხის შეცდომაში შეყავთ, ჩვენ გვაქვს ცენტრი. თუ არ მიატოვებენ, კიდევ ვიმეორებ, ის ტელევიზია, რაღაცა ტელევიზია რო არის. რო არ მიატოვებს იმ ხალხის მოტყუებას, ხო? იმ შემთხვევაში ჩვენ ერთ მანქანას გავაგზავნი და აბა გვანახო სადა აქვს პროფილაქტიკა. და მე ნახავ მთელი საქართველოს თუ როგორ გაბანძდებიან. აქედან გამომდინარე, ყველამ თავის ადგილს უნდა მიხედოს და თავის საქმეს უნდა მიხედოს. მოდი, აი ამ ჩვენს პარტნიორებს უსურვოთ წარმატება, თქვენ ნახავთ ათასობით ავტომობილს ხვალ და ზე კიდე საქართველოში შემოყვანილს უკვე სხვა დანიშნულებისთვის. გისურვებთ წარმატებას ახალ წლამდე, ეს ფასები იქნება შენს განკარგულებაში, აბა ბედნიერად.